გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. მოკლედ, საქართველოს კვლავ უტევენ როგორც შინაური, ისე გარეული მტრები. ერთი სიტყვით, ორკესტრირებულად დაიწყეს უკვე ახალი კამპანიის აგორება და ცდილობენ როგორმე საქართველოში კვლავ დაძაბულ სიტუაცია და დაუპირისპირონ საქართველოს მოსახლეობა დღევანდელ ხელისუფლებას. ყველანაირ მეთოდებს იყენებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მუხტი აწიონ საპროტესტო მუხტი ქვეყანაში და გამოიყენონ ეს ქვეყნის წინააღმდეგ. ააგორეს ახალი კამპანია, ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, როგორც ევროკავშირის ლიბერალ იდეოლოგიის მატარებელი ლიდერები, ასევე საქართველოში ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ საქართველოს უნდა გააუქმოთ ვიზა ლიბერალიზაცია. თქვენ წარმოედგინეთ ახლა გასაგებია შენ არ მოგწონს ხელისუფლება, ხო? შენთვის მიუღებელია ხელისუფლება, მაგრამ ამდენად ტრულად რატომ უნდა იყოს შენი მოსახლეობის მიმართ განწყობილი, რომ პრობლემას უქმნი იმ ადამიანებს, რომელი ადამიანების რაღაც ყოველ სამთვეში ლუკმა პურის საშორად მიდიან სხვადასხვა ქვეყნებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ან იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებიც არიან გადახვეწილი და დღემდე ესე იგი რაღაც გარკვეულად ირჩენენ თავს სწორედ აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის მიღებასთან დაკავშირებით და მათთვის რაღაც ეს არის შვება, ხო? ეხლა გამოდიხარ და ამბობ, რომ მე ვარ პრეტენზიები გაქვს ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით. შედალოცვილო. თუ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებ, რა გინდა ამ ხალხთან? თუ პირიქით, შენ ისეთი რამე უნდა გააკეთო, რომლის საფუძველზეც ამ ხალხს გული შემოუბრუნდება შესკენ და რაღაცნაირად მხარდაჭერას მიიღებ, მაგრამ ის რომ შენ ამ ადამიანს პირდაპირ ურტყა მის ეკონომიკურ მიმართულებაზე, მის ჯიბეზე, მის ოჯახის ეკონომიკაზე, როგორ თქვენ ამით ფიქრობთ, რომ ხალხის დომა მოიპოვოთ? ეს პირიქით, თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ ესეც ხომ ტროლი ნაბიჯი არის და თქვენ ხო არასდროს არ გეკეთებიათ, კეთილი საქმეები აქვს მოკლესთვის. მე მხედველობაში იყოს ეს მოძალადე რადიკალური ლიბერალი LGBT ფაშისტური ტერორისტული იდეოლოგიით მატარებელი პოლიტიკური ლიდერები საქართველოში და პოლიტიკოსები და ასევე ევროკავშირში იქ ჩაბუდებული ეს პირწავარდილი ლიბერალები, ამაცე მაქვს საუბარი. მაგრამ ესენი არასდროს არ ყოფილან კეთილი განწყობით საქართველოს მიმართ და არც არასდროს იქნებიან. მით უმეტეს ელჩემა უკვე ღიად ჩამოიხსეს ნიღაბი და ღიად მოქმედებენ არადო მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ხალხის წინააღმდეგ და უქმნიან პრობლემებს. ასევე ჩვენ შევეხებთ კიდევ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში პოლკოვნიკი ბატონი კონსტანტინე ფორჩხიძე. მოგესალმებით ბატონო კოტე. მოგესალმებით. თქვენ ხშირად ხართ ჩვენთან და თქვენი ანალიზების საფუძველზე და თქვენი დასკვნების საფუძველზე მართლაც რეალურად აკეთებთ იმ წინასწარ გათვლებს და თქვენი გათვლებიდან გამომდინარე მართლაც ის ხდება ის პროცესები მიმდინარეობს რა პროცესების საფუძველზეც გინდა არ გინდა ქვეყანაში რაღაც ვერ მივიწევთ წინ და არ მიდის წინ არა აძურებიც კი არ არის წინ არა აბსოლუტურად იმასთან დაკავშირებით რომ როგორმე ხო დღევანდელმა ხელისუფლებამ აი ეს ტენდენცია შეაჩეროს, რომელიც ტენდენციის საფუძველზეც ქვეყანა მიდის უკან. და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა აი ეს აგორებული კამპანია, ეს რომელი კამპანიაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის როგორც ეკონომიკას, ისე პოლიტიკას. ეს არის წინასწარ შეთანხმებული ევროკავშირის ლიდერებთან თუ რაღაც გარკვეული ჯგუფი არის, რომელიც ჯგუფი ცდილობს ამ კამპანიის საფუძველზე ქვეყანაში არიოს სიტუაცია და კვლავ ახალი ტალღა წამოვიდეს ამ დაძაბულობის. ბატონ ტრიფტან, მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობა თქვენს ტელემაყურებელს, რომ გვისმენენ და ასე აქტიური მაყურებელი გყავთ. მიხარია მე ძალიან, იმიტომ რომ ამ ეთერიდან ისმის სიმართლე და ეს სიმართლე არის წარემოსასმენი მინდა ვთქვა, არა მარტო ხალხისთვის, არამედ პირველ რიგში ხელისუფლებისთვის.
და ჩვენ ალბათ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. კი, აუცილებლად, არ გავჩერდებით. იმიტომ რომ საჭიროა ითქვას ყველაფერი ყველაზე და რეალურად იქნა შეფასებული ის პროცესები, რა პროცესების თქვენ ახსენეთ ახლა, ხო? მე არაერთხელ მithქვამს, რომ არავითარი deep state-ი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკა, ეს არის დასავლეთის მიზანმიმართული პოლიტიკა. ამ შემთხვევაში ჩვენ დასავლეთზე ვსაუბრობთ არა რუსეთზე, არამედ არც სხვა ქვეყნებზე, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში დასავლეთზე, იმიტომ რომ ყველა კვალი მიდის მათგან იმისათვის, რომ საქართველოში შემოტანილი იქნას რთული ვითარება, დესტაბილიზაციის მომენტები და ამ დესტაბილიზაციის შედეგად მოპოვებული იქნას ხელისუფლება მათი გავლენის აგენტურისათვის, რომლებიც შეძლებენ შემდეგ უპირობოდ შეასრულონ ის დავალებები, რა დავალებებსაც ისინი ასრულებდნენ თითქმის 9 წლის განმავლობაში, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში. აქ საუბარი არასამთავრობო სექტორზე ნაკლებადაა, იმიტომ რომ არასამთავრობო სექტორი გახლავთ გამტარი, ხოლო გამტარი და საშუალება, ძალა და საშუალება მათი, რითაც ისინი მოქმედებენ ფარულად, ხო? და მათ უკან დგანან სწორედ ეს გავლენის აგენტურა, რომელიც არიან სპეციალურად მომზადებულები, ძალიან კარგად მომზადებულები უცხოეთის სადაზვერვო ცენტრებში. მათ პერიოდულად აქვთ გავლილი ეს ყველაფერი, ეს თემატიკა. თუ როგორ უნდა არიონ ქვეყანაში სიტუაცია იმისათვის, რომ მიაღწიონ მაქსიმალურად იმ შედეგებს, რა შედეგებიც მათთვის და მათი დამკვეთებისათვის არის მისაღები. ეს მარტო საქართველოში არ ხდება, ესეთი პროცესები დღეს მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველგან და მათ შორის ევროკავშირისა და ევროპის ტერიტორიაზეც. მინდა ვთქვა, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც, გავიხსენოთ სლოვაკეთში შექმნილი ვითარება დღევანდელი და უნგრეთში შექმნილი ვითარებაც და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, რუმინეთში შექმნილი ვითარება, როგორც ჩამოაცილეს რუმინეთის ასე ვთქვათ საპრეზიდენტო არჩევნებს ჯორჯესკუ, გამარჯვებული კანდიდატი, ხო, ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული მოქმედების შედეგად, პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი და არავინ თქვას deep state-ი, რას ქვია? თუ deep state-ი არსებობს, ეს deep state-ი ყოფილა დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები და მათ შორის ის ევროკომისრები, რომლებიც დღესდღეობით ზიან თანამდებობებზე და განაგებენ ევროკავშირის იმპერიალისტურ განზრახვებს, ვიძახი რომ ეს იმპერიალისტური განზრახვებია უკვე, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ ხელისუფლების ვერტიკალი. აქ საუბარი არ არის დემოკრატიზმზე და დემოკრატიულ ასე ვთქვათ ეროვნული სახელმწიფოების თვითმყოფადობებზე. აქ საუბარია დემოკრატიულ ცენტრალიზმზე და ევროკავშირი დღეს გახავს დემოკრატიული ცენტრალიზმის მიმდევარი პოლიტიკის გამტარებელი და ამით ძალიან წააგავს ის საბჭოთა დროინდელ ასე ვთქვათ დემოკრატიული ცენტრალიზმის იმ მოდელს, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა თავის დროზე. და რა მოიტანა ამ საბჭოთა კავშირის რღვევა მოიტანა თავის დროზე და ამიტომ ეს პროცესი შეუჩერებელია და ევროკავშირის რღვევაც შეურჩერებელი პროცესია. რამდენადაც არ უნდა ეცადონ ეს პოლიტიკოსები ევროკავშირის, ისინი ვერ შეძლებენ ამით შეინარჩუნონ ევროკავშირის მთლიანობა. მინდა ვთქვა, ამ დროს ჩვენ მივდივართ ევროკავშირში, ხო? როგორც ასეთი. ქართულებს აცხადებს, რომ 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს რანაირი განცხადებაა, იცით? ბატონებო, ეს არის ისეთი განცხადება, რომელიც არ ითვალისწინებს მეზობელი ქვეყნების ინტერესებს ამ დროს საქართველოში, არ ითვალისწინებს თვითონ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებს, სადაც საქართველოში უნდა თურქეთმა მაგალითად ევროკავშირის მასზე ადრე შევიდეს საქართველო ევროკავშირში თუ არა. ხო, ხაზს გავუსვათ, იმიტომ რომ თურქეთი სტრატეგიული პარტნიორია ჩვენი იმისი, რა ქვია, ქვეყნის საქართველოსი, ხო? მათ შორის აზერბაიჯანს სურს ეს თუ არ სურს, იმიტომ რომ ისიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ამ შემთხვევაში, ხო? მათ შორის სომხეთს სურს კი, სომხეთი კი ოფიციალურად დღეს აცხადებს, რომ მან აიღო კურსი ევროკავშირში, ასე ვთქვათ, ევროკავშირთან ინტეგრაციას
ინტეგრაციის გზას დაადგა, მაგრამ მე საბოლოოდ დარწმუნებული არა ვარ, რომ სომხური ისტებლიშმენტი, პოლიტიკური ისტებლიშმენტი არის მომხრე ამისი ყველაფრის. ნუ იქ ხა ვისაც ხელისუფლება ხელს უპყრია, ეს ცალკე თემაა და საკმაოდ ის არის დღევანდელი სომხური ხელისუფლება ძალიან ამ მიმართებით არის ძალიან ისეთი, რომ მათი პოლიტიკა მკაცრად განსაზღვრული არ არის დღესდღეობით რა და ბევრ ამაზე არის დამოკიდებული. ჯერ ერთი ის ფაქტორი, რომ რუსეთის დიდი უშველებელი სამხედრო ბაზა დგას მათ ტერიტორიაზე. ამის გარდა ასე ადვილად ევროკავშირში. ამის გარდა რუსეთიდან სოდმულოს. რუსეთის ბაზიანად შედიან რუსეთიდან სოდმულოს. ბატონო კოტე, თელი ესე იგი. ისევე როგორც საქართველოს და საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა. საქართველოს დღესდღეობით არის ანალოგიურ ვითარებაში, როგორიც არის სომხეთი. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ჩვენ მიდივართ ევროკავშირში, ჩვენს ტერიტორიაზე თუ ჩვენ თვლით რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორია და იქ დგას რუსული სამხედრო ბაზები, როგორ გვინდა ჩვენ შევიდეთ ევროკავშირში ამ ბაზებიანად. თავარი შეკითხვა ეს უნდა დაუსვათ ხელისუფლებას. გეთანხმებით. როგორ აპირებენ და ნომერ პირველი ამოცა როგორ აპირებენ და პოლიტიკურ ძალებსაც მინდა ვთქვა, როგორ აპირებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადგენას. რა გზით? რა მიმართულება? რა საშუალებით და როგორ წარმოუდგენიათ მათ როლი ამ შემთხვევაში იგივე ევროკავშირის, იგივე რუსეთის, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ამ პროცესში. ბატონო კოტე, თქვენ დღემდე, მე მაგალითად დღემდე არც ერთი და ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათ შორის ხელისუფლებამ ვერ დადო კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა დავიბრუნოთ საქართველოს ტერიტორიები, ხო? თქვენ გახსოვთ ესეთი რაღაცა? კი ბატონო, ამ დროს ასეთი უმარტივესი გზა არსებობს. ბატონ ტრიო. მე მესმის, კი ბატონო. მაგრამ აქაც ეს უმარტივესი გზაა გახლავთ 3+3 ფორმატი. კი. მაგრამ არავინ არ იხედება იქით. ხო, არავინ არ იხედება და არავინ ხმას არ იღებს ამასთან დაკავშირებით. ეს ფორმატი იქნებოდა ძალიან კარგი საშუალება ვაჭრობისა, იგივე თვითონ რუსეთთან, ხო? ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში არის ოკუპანტი ქვეყანა, კი ბატონო, ოკუპანტი ქვეყანა, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ოკუპირებული მისი ჯარები დგას ჩვენს ტერიტორიაზე, de facto, მინდა ვთქვა, და მაგრამ de jure მათი მხრიდან, მათი გადასახედიდან აღიარებული ყავს ორი, ასე ვთქვათ, რეგიონი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. როგორ ვინმე ფიქრობს საქართველოს მთავრობაში, როგორ უნდა აიძულონ რუსეთი იმისათვის, რომ მან უარი თქვას თავის აღიარებაზე და თავისი აღიარება წაიღოს უკან. როგორ? ეხლა ნახეთ, თქვენ ახსენეთ 3+3 ფორმატი, ბატონო კოტე. იცით რა, ბატონ ტრისან, დამავიწყდეს, იმიტომ რომ როდესაც ამბობენ 3+3 ფორმატი, ზოგიერთ წარმოუდგენიათ, რომ ეს არის აქ რუსეთი დომინანტია და რუსეთი განსაზღვრავს აბსოლუტურად ყველაფერს. ეს ესე არ არის. იქ არის ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი, ბატონო. კი ბატონო. თურქეთი, რომელიც წარმოადგენს ძალიან მძლავრ სამხედრო მანქანას ნატოსი და უპირველეს სამხედრო მანქანას მინდა ვთქვა, იმიტომ შეერთებული შტატების შემდეგ, იმიტომ რომ ევროპის შეერაღებული ძალები არაფერი არ არის აბსოლუტურად და ეს გამოჩნდა თვითონ უკრაინაში და თურქეთი ამ შემთხვევაში, მაგრამ ხედავთ როგორ პოზიციაში დადგნენ ევროკომისრები და ევროპელი ეს მაღალჩინოსნები. ისინი ძახიან, რომ საქართველოს მაგალითად ამ ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტაზე არაო ჩვენო ხალხო კი არ შეუწყვეტო იმასო, რა ქვია, ვიზა ლიბერალიზაციას. ჩვენო შეგვიძლიაო შევაჩეროთო კანდიდატის სტატუსი ისე როგორც თურქეთს აქვსო შეჩერებულიო და თავისუფალი ვაჭრობის ესა რა ქვია საკითხიო მოხსნათო დღის რიგიდანო თავისუფალი ვაჭრობა აღარ იყოს ევროკავშირსა და იმას რა ქვია საქართველოს შორის. მე სად არის ეს თავისუფალი ვაჭრობა? ხო, აი ეს განაცხადა სულ ეხლა 2 დღის ამბავია ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში დამავიწყდა მისი გვარი, არც მაინტერესებს 100 წელიწადი. მაგრამ ეს განცხადება მისი იყო საკმაოდ სერიოზული განცხადება ეს რა და ეს ნიშნებაც უნდა იყოს გაკეთებული იგივე ესენი დგანან ახლა გადაწყვეტილების მიღების პროცესში რა და ელოდებიან რომ წელავენ მაქსიმალურად დროს და ელოდებიან იმას თუ რამდენად შეძლებს ხელისუფლების ოპოზიცია დღეს საქართველოში მიაღწიოს თავის შედეგებს და ამაში ფინანსებსაც არ იშურებენ მაქსიმალურად დებენ ხელს თავის
ფინანსურ რესურსებს იმაში რა ქვია და ამაში მონაწილეობენ, იგივე ეს საიდან ხდება, ეს როგორ ხდება? როცა კანონი შემოვიდა ამ ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, ეს ხდება ჩვეულებრივად საელჩოებიდან ბატონო. საელჩოებიდან და იმ ორგანიზაციებიდან, იმ ბიზნესიდან ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე. ბიზნესიდან, რომელიც წარმოადგენს ფაქტიურად შეპარულ რეზიდენტურებს, იმას რა ქვია, შეფუთულ რეზიდენტურებს დასავლეთისას საქართველოში. ახლა ისინი გადაერთნენ ბიზნესზე და ზუსტად ბიზნესის გავლის საშუალებით ხდება ეს ყველაფერი იმაში რა ქვია. იმიტომ რომ მე აქ შემიძლია ვთქვა რა, მე ვიმსახურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თითქმის 14 წელი და ისა რა ქვია, ამ ხნის განმავლობაში ხო, როგორი ისა რა ერთი შარვალ კოსტუმი მქონდა და ერთი შარვალ კოსტუმი მაქვს დღესაც. მაგრამ ზოგიერთი ეს პიროვნებები, ვინც დღეს გამოვიდნენ და მიატოვეს 2013 წლის მერე მე ვიძახები ჩვენს მერე მოსული თაობა იმაში სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურებში და სხვაგანაც თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში და ძალოვან უწყებებში სულ ყველანი აღმოჩნდნენ ბიზნესების სათავეებში. ეხლა სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალ ჩინოსნები არიან მაშინდელი დღეს ძალიან მძლავრ ბიზნესში წარმოადგენენ ძალიან დიდ თანამდებობებს, მინდა გითხრა. მე ვიძახი იმ თაობას, ვინც მიშას დროს იყო გაშვებული სამსახურიდან, ხო? მიშას არა, აი ამ ხელისუფლების პირობებში, ნუ მიშას დროინდელ კადრებზეა საუბარი. სულ ყველა შესაბამისად, საიდან მათ ბატონებო ამდენი საშუალებები და ფულები? საიდან მიცეს, საიდან გაუჩნდათ მათ ამხელა რესურსი, ფინანსური რესურსი, როდესაც მათი ხელფასი აი ბოლო პერიოდში არ აღემატებოდა 1700-დან 3000 ლარამდე ხელფასს, ხო? არ აღემატებოდა. ხო და საიდან მოაგროვეს მათ ამხელა თანხები იმისათვის, რომ შეეძინათ უძრავი ქონება რა ქვია, საქართველოში. მერე ეს უძრავი ქონება გაეფორმებინათ და გადაეფორმებინათ სხვადასხვა თავის ნათესავებზე და ასე შემდეგ და დღეს, როდესაც ისინი აღარ არიან უწყების თანამშრომლები, სახელმწიფო ასე ვთქვათ, ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, ისინი დღეს ფაქტიურად განაგებენ ბიზნესს. აი თქვენ გამტარები. აი ის საიდანაც ფინანსდება ეს ყველაფერი. ამას დიდი ფილოსოფია და დიდი უშიშროების გენიოსობა არ ჭირდება უსაფრთხოების საკითხებში, რომ მიხვდე ამას ყველაფერს და ეს გააკეთო. ეს ჩვეულებრივად შესწავლის საგანი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისათვის, იმისათვის, რომ მათ შეძლებოდათ განესაზღვრათ რეალური საფრთხეები ამ მიმართულებით და ეს პირდაპირ მოვალეობა გახლავთ კონსტიტუციური უსაფრთხოების წყობილების დაცვის სამსახურის ან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, როგორც მას ეხლა ქვია, ან სუსის, რაც გინდათ დაარქვით, აი ამ სამსახურის კვლევის საგანი უნდა იყოს და უნდა ყოფილიყო ყოველ შემთხვევაში. მე დღეს ვნახე და წავიკითხე 2 დღის წინ გამოქვეყნებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში. სრული ანაქრონიზმი, მინდა გითხრათ რა. და ეს ანგარიში სრული არ შეიძლება ასეთი ანგარიშების ასე საქვეყნოდ ბოდიშს ღირთით ტელეფონის გამორთვა დამავიწყდა. არა უშავს. სრული არსეთ ნორმალურ ქვეყანაში თქვენ სადმე გსმენიათ იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიში, მაგალითად, ფედერალური ბიუროს ანგარიში, ხო? ფედერალური ბიუროს ანგარიშის მოსმენა ხდება სპეციალ კომისიაზე, რომელიც დახურული ფორმატია. და იქიდან შეიძლება რაღაცა მომენტები საფრთხე. მაგრამ იქ ამერიკის საერთო წარმომადგენელი იჯდა იმ ანგარიშის მოსმენის დროს. ხო, არა, ანგარიშის მოსმენის დროს არის და ის უბრალოდ შეხვედრა იყო და იქ შეხვედრა იყო სპეცსამსახურებთან, მინდა გითხრათ რა. ასეთი შეხვედრების აფიშირება არ შეიძლება ბატონებო. არ შეიძლება არც ტელევიზიით, არ უნდა გაშუქდეს ეს და მოვეშვათ მიშას დროინდელი, ასე ვთქვათ, PR სულებს, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად საჭირო არ არის. მე ეს მინდა ურჩიო და დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ასეთი რაღაცები აღარ გააკეთონ. არ გააკეთონ ეს საერთოდ. არ შეიძლება ესეთი რაღაც გაკეთება. სადგი ნახიათ, ან შინბეტის, ან მოსადის ანგარიშები გამოქვეყნებული იმაზე, რომ იქ საფრთხეები განსაზღვრული არ არის და იქ ვიღაცა, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები ტერორისტთან ბრძოლაში გიხდის მადლობას და გიკრავს სტაჟს. ამაგარია, ხო? კი. და საფრთხეებად მოხსენიებული არის დღესდღეობით, კიდევ კი ვიცით რომ საფრთხეა ბატონო,
და ეს არის ახალ ისევ გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთისათვის, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რუსეთს არაერთხელ უთქვამს, არაერთი ნაბიჯი გადაუდგავს და უთქვიათ, რომ თქვენი ცენტრალური დოკუმენტაციიდან ამოიღეთ, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს, ესე რა ქვია, ოფიციალურად წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის. თავად დოკუმენტში გვიწერია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, კონცეპტუალურ დოკუმენტში გვიწერია, რომ რუსეთი არის ნომერ პირველი საფრთხე. რა სისულელეა. არაერთხელ მithქვამს კიდევ თქვენ ეთერში და კიდევ გავმეორდები, რომ ასეთი ჩანაწერი არ არსებობს არც ერთი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების და ეროვნული უსაფრთხოების არც ერთ კონცეფციაში. არ შეიძლება თუნდაც შენი მტერი იყოს, ვიცით რომ ოკუპანტია ბატონებო, ჩვენ უნდა ვეძებოთ გზები იმისათვის, როგორ დავიხსნათ ქვეყანა და როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა. და რა საშუალებები და გზები მოვძებნოთ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენთვის მთავარი არც ევროკავშირი არ არის, მინდა გითხრა, არც სტრატეგიული პარტნიორობა, არც რუსეთთან, არც ამერიკასთან, არც არავისთან, საერთოდ არც მეზობლებთან არაფრად არ ღირს, თუ შენი ქვეყანა არ არის მთლიანი, გამთლიანებული და ის არ არის სუვერენული სახელმწიფო. ბატონო კოტე, აი ნახეთ ახლა თითქმის ჩვენ რამდენი წელიწადია უკვე ამ მდგომარეობაში ვართ. თითქმის უკვე არ ვიცი, არაერთი ფორმატი, არაერთი შეხვედრები, ну რა ვიცი, უამრავი რაღაცები იქნა მოგონილი იმისთან დაკავშირებით, რომ როგორ ეს პროცესი გაწელილიყო, ხო? ისევ იმ ევროკავშირის მხრიდან, ისევ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რაღაც გაურკვეველი ფორმატები, მაგრამ აბსოლუტურად ვერცერთი მიმართულება, რომელიც მიმართულებების საფუძველზეც თუნდაც ესენი რაღაც ნაბიჯის გადადგმას ცდილობდნენ, ხო? და გვიმტკიცებდნენ, რომ ეს გზები არის გამოსავალი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების. აბსოლუტურად მე არაფერი ხო, არანაირი აბსოლუტურად რაღაც კონკრეტული შემოთავაზებები გეგმა აქვს სახელმწიფოს ხელისუფლებას, აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა. დამამთავრებინეთ კონკრეტული შემოთავაზებები მე დღემდე ვერ ვხედავ კონკრეტულ შემოთავაზებას, ხო? ასევე ეხლა საქართველოს ხელისუფლება დღეს ისახეს, რომ ჩვენ 2030 წელს გავხდებით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანაო. ეხლა თქვენ გავხდით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თქვენ ახსენეთ, რომ თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობები არ იქნა აღდგენილი. ჩვენ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე ვაპირებთ იქ შესვლას? კი, ეს მთავარი შეკითხვაა ხელისუფლებასთან. ხო, ეს კითხვები ხო ისმის. აქ მოდი ახლა მეორე მხარეს შევხედოთ. რუსეთის ფედერაციის მეორე პირი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ლავროვი. გამოდის და არაერთხელ გააკეთა ეს განცხადებები, რომ საქართველოსთვის 3+3 ფორმატში სკაბიც არიელია. კვლავ ელოდება. ეხლა ნახეთ, ევროკავშირში გაწევრიანება უფრო მეტი მომგებიანი არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბუდებასთან დაკავშირებით, რომ ამ 3+3 ფორმატში მისვლა უბრალოდ რომ გაიგონ მაინც რა ხდება ამ ფორმატში, ხო? რომ გეძახის ეს კაცი, რისთვის გეძახის ეს კაცი, ხო? იქნებ გეუნება და იქნებ გიყენებს საკითხებს ამ აფხაზეთის და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით. ხომ უნდა გადადგეს ნაბიჯები? იქ 6 ქვეყანა ღირსობს ამაში მონაწილეობას და ეს 6-ვე ქვეყანა იქნება გარანტორი შენი ტერიტორიული მთლიანობის. გესმით? ანუ ის 6 ქვეყანა სად ეხლა პანტო რუსეთიზე რო იყოს ჩამოკიდებული ეს თემატიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სად 6 ქვეყანაზე და მათ შორის ერთი ქვეყანა ნატოს წევრი ქვეყანა გახლავთ. ეს არის თურქეთი. და ნახეთ ახლა ის საქართველოს ეძახის, ხო? მოვიდეს საქართველოს ამბობს, რომ საქართველოსის სკაბიც არიელია, მოვიდეს, მიიღოს ამ ფორმატში მონაწილეობა. და ანუ ის საქართველოს აღიქვამს მთლიანობაში აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად. ნახეთ ახლა ხო, არა. ის არ ამბობს, რომ პირდაპირ ამას არა, მაგრამ ხო ის ასეც გამოდის რა, ამიტომ პირდაპირ არ ამბობს ამას, მაგრამ ეს ჩვენთვის მე კიდევ ვიმეორებ, კაი სავაჭრო თემაა. კი ბატონო. სავაჭრო, იმიტომ რომ მე შემილია ეს პირდაპირ რუსებს დაუჯდე და პირდაპირ წაუყენო ისა მე მოვდივარ. უკვე ბერკეტები გვაქვს ხელში. კი ბატონო, ბერკეტია ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის ხელში. მე შემოვდივარ ამ ფორმატში, მაგრამ შემოვდივარ პირობით. დიახ. და ეს პირობა ჩემთვის არის ჩემი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხი. უარი არ უნდა თქვა ამაზე. იძულებული იქნება შემდეგ რუსეთი, როგორც ეს დიპლომატიური სვლა არის, ეს განცხადება. შემდეგ იძულებული იქნება რუსეთი ამაზე რეაგირება მოახდინოს, რამენაერად, ხო?
იცი რა შენ კი ესია, მაგრამ ბუნებრივია იტყვის ან თქვენ დაგალაპარაკეთ, ან ვიქნები შუამავალი თქვენსა და რაღაც გამოიძებნება რა, რაღაცა ფორმატი ამის იქით, ხო? ან მანამდე შესვლამდე ამოძრავდება ეს ფორმატი, ან შესვლის შემდეგ შეიძლება ამოძრავდეს ეს ფორმატი, ხო? აი ეს ფორმატი, მაგრამ ამაზე უნდა ზრუნავდეს ვინ? სახელმწიფო უწყებები. და ეს უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი. ხო? მაგრამ შენ რომ მეუნები დღეს, რომ გინდა თუ არა ევროკავშირში შევდივარო და ამით მაამებულ განცხადებას აკეთებ, იგივე შეერთებული შტატებისათვის და იგივე მისათვის დასავლეთის შეერთებული შტატებში სულელები ხო არ გონია. ეხლა სამსახურები ყავს 11000 კვადრატული მეტრა, ის რა ქვია, ფართობის საელჩო აქვს საქართველოში. და უამრავი ის რა ქვია დაზორისა და ტექნიკური და მათ შორის ტექნიკური დაზორის საშუალებები აქვს საქართველოში და ახლა ინფორმაცია არ ექნება იმას თუ ეს რანაირი განზრახვა და ნამდვილად ესეთი განზრახვა რომ ჩვენ გვინდა კეთილი ურთიერთობების დამყარება იმასთან და ისევ აღდგენა და იქ deep state არ არის მაგალითად შეერთებული შტატების მთავრობა და არ არის ის რა ქვია ბოლო ვინ არის deep state ვინ? არავინ ესე ჩვეულებრივი ვინ არის ვისადაა დაგვანახო ვინ არის ან კონკრეტული ლიდერები არის deep state არ არსებობს ეს არის მიზანმიმართული საგარეო პოლიტიკა დასავლეთის და შეერთებული შტატების მინდა გითხრათ და იქ ნუ წარმოიდგენს დღეს ტრამპი რო აგინებს იმას რა ქვია მის წინამორბედს ბაიდენს და ის ომი უნდა მომხდარიყო და ზუსტად უნდა მომხდარიყო და ჩარეულიყო იმ ბაიდენის ხელში იმიტომ აღარ იყო ტრამპი მეორედ პრეზიდენტი ეს იყო კარგა ხნის წინ დაწერილი და გაკეთებული იმ დიდი გეგმის ნაწილი ხო დიდი გეგმის ნაწილი რომ მომხდარიყო რა კიდე გამეორდები მე დავწერე 2016 წელს გაზეთ ქართულ სიტყვაში და ვთქვი რომ სოფლიო უბრუნდება სოფლიო გადანაწილების დაახლოებით იმ სქემას რა სქემაც გახლდათ საბჭოთა კავშირის ზესახელმწიფოდ ყოფნის პერიოდში ანუ შესაბამისად შეერთებულმა შტატებმაც დასავლეთმაც შეასრულა უდიდესი როლი ამ ომების წაყრუებით, ამ ომების ინსპირირებით და ასე შემდეგ, იმისათვის რომ რუსეთი გამხდარიყო, გინდათ რუსეთ-ჩინეთის ალიანსი გამხდარიყო მეორე პოლუსად ქცეულიყო და დაპირისპირებოდა ეს რა ქვია, იმიტომ რომ აქ შემოდის შეკავების პოლიტიკა, აქ შემოდის თანამშრომლობის პოლიტიკა, მსოფლიო გადანაწილების პოლიტიკა, ენერგორესურსების გადანაწილების პოლიტიკა და ასე შემდეგ. ანუ შეჩეული ჭირი არჩიეს ამერიკელებმაც. ამერიკელები თვითონ მიხვდნენ რომ მათი რესურსები ხო, აი ამ ტექნიკური განვითარების ამ დონეს სწრაფ ასე ვთქვათ განვითარებას აღარ აკმაყოფილებდა, იმიტომ რომ ის მსოფლიოს ვერ შეინახავს, გინდა მისი ასე ვთქვათ ეკონომიკა ამას ვერ წუდება. და ის ტექნოლოგიური საშუალებები, რისთვისაც რაზედაც ხელი მიუწვდება დღეს ჩინეთს და მიუწვდება ჩინეთს და ის ვინ აწვდის ამ იმას, რა ქვია, წიაღირსეულს, ისეთ წიაღირსეულს, რომელზედაც დღეს თავს იკლავს ამერიკის შეერთებული შტატები და უნდა უკრაინასთან გააფორმოს ხელშეკრულება, ხო? ვინ აწვდის ამას? რუსეთი არ აწვდის. რუსეთისგან მიიღეს ის მათმე და დანერგეს ის ტექნოლოგიები და ისევ რუსეთს უბრუნებენ, ხო? ბუნებრივია და რუსეთია ძირითადად ამის დომინანტი დღესდღეობით ამ შემთხვევაში. და ეხლა რა უკრაინის მიხვდნენ ამერიკელები რომ ამის თუ ასეთი წიაღირსეულებზე მათ წვდომა არ ქონდათ, ხო ისინი დამოკიდებული ხდებიან და მათი განვითარების აი ეს ტემპები შესაბამისად ვეღარ ეწევა ჩინეთის ეკონომიკას. აი ეს არის ყველაფერი, მეტი არაფერი არ არის აქ. ბევრი პრობლემა, ბევრი თავის მტრეო ამას არ ჭირდება და იმიტომ იკლავს დღეს თავს რომ როგორმე ის მატერიალური რესურსების ის მთავარი ასე ვთქვათ, ეს იშვიათი წიაღირსეულის საბადოები და ტერიტორიები, საბადო რა გახავ ტერიტორია ჩვეულებრივად, ხო? თქვენ ახლა ტერიტორიაზე როცა აცხადებს და მის საკუთრებაში გადადის, ეს იმას ნიშნავს ფაქტიურად, რომ თავის საკუთარია და თუ ის აღმოჩნდება რუსეთის ხელში შემდეგ, ხო, მას იურიდიული საფუძველი ექნება იმაზე, რომ
ვაჭრობა აწარმოოს რუსეთთან ელემენტარულად და თქვა ასე რომ მე აქ თუ შენ ტერიტორიაზეა ეს ყველაფერი მოხვედრილი მე თქვენთან მინდა კარგი ურთიერთობა იმისათვის რომ ეს მივიღე. თქვენ ახლა შეეხეთ და გადახვედით უკვე თემაზე რომელი კითხვას უნდა მესვა რომელი თემასთან დაკავშირებით მე კითხვა უნდა მესვა ეს არის რუსეთი, უკრაინა, ამერიკის ეს მოლაპარაკებები. ხო ნახეთ ახლა შეეხეთ სწორედ იმ წეაღისეულ სიმდიდრეებს რომელიც ამ უკრაინის ტერიტორიაზე არის მაგრამ დღეს ახლა რაზეც საუბარი აქვს ტრამპს რასაც ითხოვს ტრამპი ხო დღეს ამ სიმდიდრეებს და ამას რომიტყვის მთელ ამ ნედლეულს რუსეთი აკონტროლებს რუსეთის ხელში არის ეს ყველაფერი ყველას არა მაგრამ გარკვეულ დიდ ნაწილს აკონტროლებს რუსეთი ხო რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა მოდი აი ნახოთ ახლა მოდი ჩვენ ახლა ჩვენ გავიაროთ ეს ყველაფერი რუსეთს აქვს თავისი პირობები ამ საკითხებთან დაკავშირებით უკრაინის ომთან დაკავშირებით ის მოთხოვნები რომელი მოთხოვნებიც მას გააჩნდა ომამდე და არ შეუცვლია ეს ხო არ შეუცვლია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს რომ მე მაქვს ჩემი გეგმა რომელი გეგმის საფუძველზე შესაძლებელი არის შეწყდეს ცეცხლი უკრაინაში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს მომეცით იარაღი, მომეცით მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა, ხო? ეხლა ჩვენ მოდი უთხრათ საზოგადოებას. კარგი, რა შემთხვევაში შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს დაითანხმოს რუსეთი და დაეთანხმოს რუსეთი მას? ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეთანხმება არსებობს, მინდა გითხრა. და ეს შეთანხმება გადანაწილების შესახებ და თავად უკრაინის ტერიტორიის გადანაწილების შესახებაც არსებობს. ეს კულუარებში დიდი ხანია უკვე მუსირებს ამის შესახებ აზრი და აზრი კი არა და ინფორმაცია, რომ ესეა ნამდვილად, იმიტომ რომ ამაზე მეტყველებს ხშირი შეხვედრები რუსეთის სპეცსამსახურებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების პირდაპირ კონტაქტები მათ შორის თურქეთში, საუდის არაბეთში და სხვა ქვეყნებში და არა მარტო იქ მინდა ვთქვა. ამიტომ ბუნებრივია ეს პროცესი გადანაწილებულია. თვითონ წინადადებაც, რომელიც ტრამპმა შესთავაზა მოლაპარაკებების დროს, ხო? და უთხრა პირდაპირ რომ ყირიმი უნდა აღიაროს, როგორც რუსეთის ტერიტორია. ფაქტიურად იმან რა ქვია, დე იურე უნდა მოხდეს აღიარება უკრაინის მხრიდან. ყირიმზე საუბარი არ არის, ყირიმზე ბევრი კომენტარი გააკეთა და მათ შორის პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა კომენტარი, რომ თუ ომი გინდოდათ და ყირიმის დაბრუნება გინდოდათ, რატო გადაეცით ყირიმი გაუსროლელად ფაქტიურად ხო და ჩააბარეთ, ნუ ყირიმის თემა მოხსნილია. ალბათ მოხსნილია ის ტერიტორიების თემაც, რომელიც დღესდღეობით ყირიმის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა და ამაზეც მაქვს მე თავის დროზე ნათქვამი, რომ 2015 წელს ვთქვი და დავწერე, რომ თუ იქნება ბრძოლები ძირითადად ეს იქნება მარიუპოლისთვის და მართლაც ესე იყო, ესე იგი ომის დაწყების ძირითადად იმიტომ რომ რუსეთმა ფაქტიურად ამით უკრაინას ჩამოაცილა აზოვის ზღვა და შემდგომ შექმნა იმისი პლაცდარმი, რომ მისასვლელი ქონოდა, ასე ვთქვათ, სახმელეთო კორიდორი ქონოდა ყირიმთან. ეს იყო ამ ომის მთავარი ამოცანა რუსეთის მხრიდან, იმიტომ რომ ის ფიქრობდა თავის სტრატეგიულ ინტერესებზე ამ შემთხვევაში. მაგრამ ბატონო კოტე, ახლა ნახეთ, მაგრამ ამ ომის პროვოცირებაც, როგორც ასეთი, ხო, 2014 წელს დაწყებული აი იმ ტერიტორიებზე დაწყებული გაუგონარი აი დაბრუნების იმით, რომ მესმის უკრაინელებისაც ამ შემთხვევაში, რომ მათ სურდა თავიანთ ტერიტორიის დაბრუნება და რაღაცა და ისინი ცდილობდნენ და მიდიოდა იქ სროლა და ძირითადად აქეთ იღუპებოდა ამ ტერიტორიაზე დონეცკის ოლქში, ლუგანსკში და იქ მსხვერპლი იყო ამაზე მასშტაბი არ საუბრობდა. დიდი მსხვერპლია, ბატონო. ეს მსხვერპლი იყო, ძალიან დიდი მსხვერპლი იყო. და გითხრა და ეს მithumetes მშვიდობიანი მოსახლეობის. ხო. და ბოლო მომენტი კიდევ ამ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, თქვენ თუ გახსოვთ, ეხლა ჩავიდა ისა რა ქვია, რუბიო იმაში რა ქვია, საფრანგეთში შეხვედრა იყო ამ ლიდერების და ფაქტიურად იქ წარადგინა თავისი გეგმა და შემდეგ უნდა ჩასულიყო ლონდონში ამ შეკრებაზე დიდ ბრიტანეთში უარი თქვა გამგზავრებაზე მარკო რუბიომ და თქვა რომ პრინციპში შეატოვა იმას რა ქვია ევროკავშირს თქვენ გადაწყვიტეთო შემდგომი უკრაინის ასე ვთქვათ ომის გაგრძელებისა და არ გაგრძელების თემა.
ბატონო კოტე, ამ მაპატიეთ. შემთხვევაში შეერთებული შტატებიც არ არის წაგებულ მდგომარეობაში, მიუხედავად ტრამპის განცხადებებისა, რომ ის შეაჩერებდა ომს, ბუნებრივია მას მეტი რა უნდა იქნა ის ამ განცხადებებს აკეთებდა და გააკეთებს ბოლომდე. მე იტყვის, რომ მე ყველა ძალისხმევა გადავდგი, მაგრამ საბოლოო ჯამში ევროპელებისაგან გაიშვერს ხელს, ესე იქნება, ესე მოხდება დამიჯერეთ და ამ შემთხვევაშიც ბრიტანელებს არ გაწირავს და ეს გადაწყდება ისევ იმ ბებერ ევროპაზე და იმ ევროკომისარებზე, რომლებიც დღესდღეობით, ასე ვთქვათ, წარმოადგენენ იმ deep state-ი ატარებენ deep state-ის პოლიტიკას და იცით რა არის ნახეთ ჯამში იმას რასაც ნახეთ ეხლა ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ უბიძგა ხელი ტრამპმა მაკრონს. მაკრონი ცდილობდა აი პაპის ის რომ იყო დაგრძალვა, იქ ხო მოხდა ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა. იქ გამზადებულიც იყო ადგილი, სამი სკამი იდგა. ხო, იქ როგორ არის აბა? ნახეთ, აზავებული. იმას თავისი ისა პროტოკოლია. პროტოკოლი აქვს, მაგრამ იქ ეტყობა პროტოკოლის და მიხედვით დარღვევით მოხდა ეს ყველა. იქ სამი სკამი იდგა სპეციალურად. შემდგომ, როდესაც ტრამპი და ზელენსკი ასე პირისპირ ხვდებიან, ამ დროს მივიდა უცებ შეიჭრა მაკრონი, ხო? მაკრონი შეიჭრა ტრამპმა, პირდაპირ ხელი უბიძგა. ანუ შენ წადი იქით, არ გესაქმე. იქ შედგა მათ შორის საუბარი და სკამიც უკვე გაიტანეს. რამდენადაც მე ვიცი, შედგა საუბარი დაახლოებით 15 წუთი ტრამპს, მაკრონსა და ზელენსკის შორის იყო ძალიან მძიმე საუბარი, მინდა გითხრათ და ტრამპამ რამდენადაც ეს ვრცელდება, მე მგონი სარწმუნოა ეს ინფორმაცია, ტრამპმა პირდაპირ უთხრა იმას, რა ქვია, ზელენსკის, რომ ის შეიძლება გავიდეს თამაშიდან და აღარ მიაწვდის შეერთებული შტატები ჰაიმარსებს და რაღაცებს კიდევ ჯაველინებს და ჰაიმარსებს. ეხლა F-35-ების თუ F-16-ების თუ რა ქვია, რა თვითმფრინავები. ხო, F-16-ები არის. F-16-ები, კი ბატონო. ის თემა უკვე სადა. ის ამოვიწურა. სად არის ბატონებო ეს F-16-ები, რატო არ დაფრინავს იმაში, რა ქვია? უკრაინის ცაზე ვინმე გასა ამაზე ყავს. შენახული ყავთ, შენახული. ხო, იმიტომ რომ ეშინიათ რუსებმა არ ჩამოუგდოს. ან და სად ჩამოუგდოს. სად არის ლეოპარდები და სად არის აბრამსების ტანკები, რომლებიც ბრძოლის ველზე დღეს საერთოდ არა ჩანს, მინდა გითხრა იმაში, რა ქვია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იქ უკრაინის აი ამ ფრონტზე რა ხდება და სად რა ტექნიკა და რა საშუალებები არის. მაგრამ სადმე სხვა ქვეყნებში ხო არ მოხდა ისა და იმიტომ ხო არ არის ტრამპი ასეთი გაღიზიანებული. კი ბატონო, ეს იარაღი გადაყიდული იქნა სხვაგან, ხო? მით უმეტეს ამის დიდი გამოცდილება აქვს უკრაინელებს და მათ იმ პოლიტიკურ ოლიგარქიულ წრეებს, მათ შორის კალამოისკის, მათ შორის პარაშენკოს და მათ შორის იმიტომ რომ თვითონ იყვნენ ისინი იარაღის ბარიგები და თვითონ უწყობდნენ იმ ცნობილ ბუთს ხელს იმისათვის რომ უკრაინიდან ემართა თავისი კომპანიების საშუალებით იარაღით უკანონო ვაჭრობა, ხო? მსოფლიოში და ხომ არ არის ეს ომის დროს ეს გამოყენებული ეს ომი იმისათვის რომ იქ ზოგიერთმა პოლიტიკურმა ელიტამ, ისტებლიშმენტმა მიიღოს მაქსიმალური მოგება აი ამ ბიზნესიდან, ხო? აი ამ უკანონო ჭრილოვანი ბიზნესიდან. ბატონო კოტე, აი ნუ ახლა მე არ გამოვრიცხავ იმასაც რომ მართლაც იმას ხედავ იმას რომ რაღაც საკითხების შეთანხმებები არ ხდება, ვერ თანხმდებიან. ნუ ხა თავისთავად კიდევ დაუბრუნდები, თავისთავად ხადია რუსეთი არ შესვლის პოზიციებს. რუსეთი არ შესვლის იმ მოთხოვნებს, ამ მოთხოვნებს მას გააჩნია, ხო? მით უმეტეს ახლა, როდესაც ის მომგებიან პოზიციაში არის, ხო? ის თითქმის აღმოსავლეთ უკრაინის 70% აკონტროლებს, ხო? და თითქმის ესე იგი დღეს კიდევ წინ მიიწევს და არ ჩერდება ეს, ხო? ახლა ამ დროს ახლა ნახეთ, ტრამპი ცდილობს რომ როგორმე რაღაცნაირად პროცესი შეაჩეროს, ხო? პროცესი არ ჩერდება. დავუშვათ გათიშ ამერიკის შეერთებული შტატები ამ პროცესებიდან ამ დროს რა ხდება? აი ამ გათიშვის შემთხვევაში რუსეთის გამჩერებელი აღარავინ აღარ არის. რუსეთი გააგრძელებს ამ ომს რამდენი ხანიც უნდა იმდენ ხანს და მას ამის დაეხმარება შესაბამისად თავის მოკავშირეები, ფინანსური რესურსით ბრიქსის ქვეყნები და ასე ვთქვათ ადამიანური და სამხედრო რესურსით ირანი, იგივე ხო, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და ასე შემდეგ და ის მიაღწევს თავის მაქსიმალურ მიზანს გავა კარპატებამდე და საბოლოო ჯამში უკრაინა როგორც ასეთი სახელმწიფო აღარ იარსებებს და შეიძლება ეს არ იყოს, შეიძლება ეს არ გახდეს საბოლოოდ ის წერტილი
რომ რუსეთი აქ შეჩერდება. ანუ ის დაიწყებს ევროპის მიმართულებით მოქმედებებს? ის არ დაიწყებს, ევროპაში დაიწყება და მათ შორის დაიწყება ევროპაშიც პროცესები და სლავები როგორც კი დაინახავენ და სლავური წარმოშობის ასე ვთქვათ სახელმწიფოები, კერძოდ მე ხედველობაში მაქვს ბალკანეთის ქვეყნები და პირველ რიგში სერბეთი. სერბეთში დაიწყება ძალიან ცუდი პროცესები. იგივე განახლდება ის კონფლიქტი, რომელიც კოსოვოსთან დაკავშირებით ტერიტორიული კონფლიქტი არის. რუსეთის ჩარევა მოხდება პირდაპირ სერბეთის მხარდასაჭერად და პრაქტიკულად ჩვენ მივიღებთ შუაგულ ევროპაში ახალ ბაზებს, რუსულ ახალ ბაზებს და მაქსიმალურ გავლენის სფეროს და აღდგება ის მდგომარეობა, რაც იყო გერმანიის, ასე ვთქვათ, გაერთიანებამდე მსოფლიოში. აი ამას მიიღებენ საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა. და ყველაფერი მიდის აქე და აქამდე, ამას ხვდება ტრამპიც ძალიან კარგად და შესაძლებელია ტრამპსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აწყობდეს ესეთი ვითარება, იმიტომ რომ ბუნებრივია მათ აქვთ გამოცდილება ამ ვითარებაში იგივე რუსეთთან და იგივე მსოფლიოს, ასე ვთქვათ, მართვის სადავეების არ გაშვებისა და მაქსიმალური მოგებისა, ხო? ხო, ამ პროცესს, აი რომელი პროცესის ახლა თქვენ ჩამოაყალიბეთ, ხო? და ეს რომელი ანალიზი თქვენ დადევეთ ახლა. ნუ თუ ამას ახლა ევროკავშირის ის ლიდერები, რომელი ლიდერები ეს ცდილობენ და მე ამას ძალიან კარგად ხედავ, მათ შორის მაკრონი, ევროკომისრები, გერმანიის კანცლერი და ეს დიდი ბრიტანეთი და ესენი ცდილობენ რომ რუსულ-უკრაინულ დაპირისპირებას მისცეს განვითარებადი ხასიათი. განვითარებადი ხასიათი, ხო? ამას ვერ ხვდებიან, რომ საბოლოო ჯამში რა მოხდება, გეტყვით ბატონ ტრისთან, საბოლოო ჯამში ბალკანეთს მიიღებს რუსეთი და ახლო აღმოსავლეთს მიიღებს შეერთებული შტატები. ანუ ეს შეთანხმებით ხდება ყველაფერი? ახლო აღმოსავლეთს მიიღებს შეერთებული შტატები, სუეცის არხზე ზეგავლენას მიიღებს შეერთებული შტატები, არაბულ ქვეყნებზე ნაწილზე, მათ არაბული ქვეყნების ნაწილზე გავლენა ექნება შეერთებულ შტატებს. შეერთებული შტატები შექმნის ეგრეთ წოდებულ რკალს იმ სახელმწიფოებისაგან, რომელიც მის სტრატეგიულ მოკავშირეებად ითვლებიან. ალბათ მოსახლეობას ისრაელში ზუსტად აი ამ ხაზას სექტორში განთავსდება ამერიკის შეერთებული შტატების ბაზა, შეიძლება პირდაპირ ასეთი ბაზა არ იყოს, გაფართოვდება ისრაელის ტერიტორია და იქ ბუნებრივია გაჩნდება რაღაც ცენტრები, რომელიც საკონტროლო ცენტრები, რომელიც შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში იქნება. ხო და პრაქტიკულად აღდგება ის სტატუს კვო, ანუ შეერთებული შტატები თავის გავლენას აღადგენს და ასე იყო ოდითგანვე საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ჩვენ თუ გავიხსენებთ ეგვიპტეში მიმდინარე პროცესებს თავის დროზე, ხო? ისრაელი და საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა ზუსტად სუეცის აი ამ არხს და ამაზე კონტროლის საბჭოთა პერიოდში იგივე მექსიკის ტერიტორიაზე, მექსიკის ყურის კონტროლი და იგივე პანამის არხის იქ მოკავშირე სახელმწიფოებზე თუ გავიხსენებთ ჩვენ ნიკარაგუაში, სალვადორში რა პროცესები ვითარდებოდა და როგორ უწყობდა რუსეთს საბჭოთა კავშირი ამას ხელს იმისაც რომ იქ თავისი მარიონეტული ხელისუფლებები მოიყვანა. ნუ ბუნებრივია ეს ყველაფერი მიდის ისევ აბსოლუტურად იქითკენ. ანუ კონტროლს აი ამ ძირითად საკვანძო გზების კორიდორებზე გადაინაწილებს ორი მძლავრი სახელმწიფო. ინდოჩინეთს და თის მხარეს ბუნებრივია გავლენას დაუტოვებენ იგივე ჩვეულებრივად როგორც იქნება ჩინეთს და აღდგება ის სტატუს კვო რაც იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდში. ნუ ესე იგი მოკლედ თუ ესეთი პროცესები განვითარდა და ასაც თქვენ ამბობთ და რა გათვლებსაც თქვენ აკეთებთ და ეხლა რა გეგმის ნაწილი თქვენ ჩამოაყალიბეთ, რომ გადანაწილება ხდება და ამ გადანაწილების გეგმა დიდი ხანია არსებობს, როგორც თქვენ ბრძანებთ.
ამ შემთხვევაში, ესე იგი, ეს ორი დიდი სახელმწიფო შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაციის პირველი პირები არიან შეთანხმებული ამასთან დაკავშირებით და ეს პროცესები, რომელი პროცესები დღეს ვითარდება არა თუ მარტო უკრაინაში, არამედ ის იგივე ახლო აღმოსავლეთში და რომელი პროცესების განვითარდა სირიაში და რუსეთმა ცოტა არ იყო ძალიან პასიური დაიჭირა პოზიცია. და ხელი შეუწყო ამით, იმიტომ რუსებს გაიყვანა მოკიდა ხელი. პასიური პოზიცია დაიჭირა და მით უმეტეს შეეძლო რუსეთს ჩართული აქტიურად ჩართული იყო ამ პროცესებში და შეეჩერებია ეს პროცესი, მაგრამ ძალაც ჰქონდა და საშუალებას ამის. კი, ბაზებიც აქვს, ძალიან სერიოზული ბაზები აქვს განლაგებული. ამ შემთხვევაში მას ხელიც არ გაუმძლევია, ხო? და ესე იგი ამ მეთოდებით მიდის უკვე და არ დაგვავიწყდეს ერთი მომენტი, ბატონ ტრისთან. აი იგივე სირიასთან დაკავშირებით, იქ ბევრმა არ იცის, რომ სწორედ რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების ერთობლივი მოქმედებების შედეგად ISIS-ის წინააღმდეგ, ხო? კი. განაპირობა ISIS-ის იმ სახელმწიფოს ხალიფატის უცებ მოგუდვა. იმიტომ რომ იქ რო რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს არ განეხორციელებინათ და მათ შორის თურქეთის სახმელეთო ჯარებს არ გაეკეთებინათ ის და არ ჩაეტარებინათ ის ოპერაცია, დღეს ის ტერორისტები და ის ტერორისტების ბუდეს სახელმწიფო შეიძლება სახელმწიფოდ ქცეულიყო რა. და აქ იყო თანამშრომლობა მათ შორის. ესე იგი ეს მოხდა ყველაფერი თანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენ გავიხსენოთ თანამშრომლობა იგივე თურქეთის მთავრობასთან, პუტინის მთავრობისა და თურქეთის მთავრობას შორის, როდესაც თვითონ ერდოგანს შეექმნა პრობლემები და ვინ გადაარჩინა რუსეთის სპეციალურმა ძალებმა და საშუალებებმა სპეცნაზმა იმისათვის რომ იხსნა სახელმწიფო გაატრიალებისაგან, ხო? და ჩამოგდებისაგან ერდოგანი იმაში რა ქვია. კი ბატონო. ესე იგი, მოკლედ ეს პროცესები, რომელი პროცესები დღეს ვითარდება მთელ სოფლიოში და მით უმეტეს აი ამ ბოლო დროს აქტიურ ფაზაში გადავიდა სწორედ ის ახლო აღმოსავლეთის პროცესები, ნუ სირია უკვე გასაგები არის და ხელში აიღო კონტროლი უკვე მთლიანად პროამერიკულმა ძალებმა და უკვე ხედავთ რომ კიდევაც ხვდებიან უკვე ევროკავშირის ლიდერებიც და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც ხვდებიან მათ ახალ ლიდერს და გარკვეული ტიპის შეხვედრები აქვს და შეთანხმებები აქვს რაღაც გარკვეული საკითხებთან დაკავშირებით. ასევე ხა თქვენ ახსენეთ ისრაელი ღაზახ სექტორთან დაკავშირებით და სწორედაც მან ძალიან დიდი ინტერესები არის ამერიკის. დიდი ჰუმანიტარული პრობლემაა მან ბატონო. ხო, გასაგებია, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან დიდი ინტერესები არის და ეს თავარი ინტერესი გითხარით. ხო, ამ ინტერესებსაფერი არ არის სუეცს არხი. ხო, ამ ინტერესებს ხელიდან არ გაუშვებს, ხო? და აქეთ გადმოვიდეთ ახლა ჩვენ აქეთ უკვე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ანუ რუსეთი ბოლომდე უნდა აიღოს გააკონტროლოს უკრაინა, სწორედ ამ პროცესებიდან გამომდინარე. ეს დამოკიდებულია იმაზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ხო? და ნახეთ ახლა მერამდენად ხვდებიან უკვე ერთმანეთს და მერამდენად ესე იგი რაღაც გარკვეული შეუთანხმებობა არის და არ არის ჯერ არ ჩანს ჯერ მოდი ესე ვთქვა. არ ჩანს ჯერ რაღაცა იმედი იმისა, რომ აი დაუშვათ რაღაცა გარკვეულ საკითხს შეთანხმდნენ და ამ გარკვეული საკითხის შეთანხმებასთან დაკავშირებით რაღაც მაგის გაგრძელებას ვიტყვი ზუსტად. აი, ანუ ეს აქაც იგივე პროცესები მიდის. რუსეთი, როგორც ასეთი, არასოდეს არ შეეცდება იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტი ამ პროცესში იყოს შელახული. მოდი ეს არის როგორც 2x2 4-ია. იმიტომ რომ ამიტომ არის ტრამპი, იმიტომ იქცევა ესე. და ამიტომ აკეთებს ტრამპი წინასწარ განცხადებას მე გავალ თამაშიდან. თუ ესე გავალ თამაშიდან, იმიტომ რომ ტრამპის ავტორიტეტი ამით არ შეირყევა, იმიტომ რომ მე რუსეთს რომ არ მოუწიოს ტრამპის ავტორიტეტის გაფუჭება ამ შემთხვევაში. ეს ესე იქნება საბოლოო ჯამში. ტრამპი შეიძლება გაიწვიოს, მაგრამ გაიწევა იმ შემთხვევაში თუ მაგალითად რუსეთთან რაღაც შეექმნება ძალიან სერიოზული პრობლემა აი ამ გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით. აი ამ პროცესიდან გაიწევა მაშინ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის უკვე გადაწყვეტილი, იმიტომ რომ უიტკოფის შეხვედრები 5 საათიანი შეხვედრა ბოლოს მისი პუტინთან იყო ძალიან ასე ვთქვათ კმაყოფილება იქნა გამოთქმული ორივე ადმინისტრაციის მიერ, როგორც რუსეთში, ისე შეერთებულ შტატებში, რომ იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და ზუსტად ამას მოყვა მე ყირიმის თემასთან დაკავშირებით ის აღიარების
თემა, რომ ყირიმი უნდა აღიარონ და ტრამპის განცხადებებიც ყველაფერი ამასთან იყო დაკავშირებული. მე კიდევ ვიმეორებ ერთ რამეს, რომ ამ პროცესში ტრამპის ავტორიტეტის შელახვას რუსეთი არ შეეცდება. მას დათმობაც რომ მოუწიოს რუსეთს რაღაცა თემასთან დაკავშირებით, იგი უკრაინასთან მიმართებაში, ხო, ის ამას გააკეთებს. დათმობს იმას, რომ ტრამპის ავტორიტეტი არ გაფუჭდეს. იმიტომ რომ აქ როგორი პროცესი მიდის, იცით ბატონ ტრისტან? აი ფილოსოფიაში არის ესეთი კანონი დაპირისპირებულთა ბრძოლის და ერთიანობის კანონი, ხო? ის რაც აპირისპირებთ მათ, ის აერთიანებთ მათ. საბოლოო ჯამში ესეა. ამიტომ, როდესაც ეს ორი ზეხაზის სახელმწიფო არის, ისინი ერთმანეთის ავტორიტეტს ამ შემთხვევაში უფრთხილებიან და ჩვენ ამას ვხედავთ ტრამპის ყველა ნაბიჯებში. ტრამპი არ ცდილობს დღეს რუსეთზე მაქსიმალური დაწოლა აწარმოოს, იმიტომ რომ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს ამავე დროს, ხო? კი ბატონო. კი. აი სანქციების შემოღებასთან და ხო შეუძლია რომ შემოიღოს სანქციები, ხო? მაგრამ ეს არ აკეთებს. მერკეტები აქ ამას არ აკეთებს. სერიოზულად არ აკეთებს. იმიტომ რომ არ აკეთებს ზუსტად აი ამ გარემოებიდან გამომდინარე, რაც მე გითხარით ახლა, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთის ავტორიტეტს გაუქმებენ. კარგი, ეს გასაგებია, მოკლედ ეს. აი ჩვენ საქართველოს ჩვენ რა ვქნათ ამ შემთხვევაში? სადა ვართ? აი ახლა უყურეთ რა. სადა ვართ? ან ვის საით მივდივართ, საით? ჩვენ არავინ არაფერს არ გვეკითხება, ჩვენ ვართ გაჭედილი. აი ამ დიდი ორი იმპერიის ასე ვთქვათ ინტერესების გადაკვეთის ადგილას, რასაც კავკასია ქვია. და ბუნებრივია უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად იმისაც ჩვენ ქონდა შანსი ბატონ ტრისტან, მაგრამ ფაქტიურად ამერიკელებმა ამაზე უარი გვითხრეს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა დაახლოებით ისეთივე სტატუსი სამხედრო პოლიტიკური მოკავშირის შეერთებულ შტატებთან და რისთვის გვჭირდებოდა ეს? იმისთვის გვჭირდებოდა რომ აი ეს თამასა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ეს საკითხი აწეულიყო შეერთებული შტატებისა და რუსეთის ასე ვთქვათ მოლაპარაკებების დონეზე. და ჩვენ ეს ვერ შევძელით რის გამო? განა ჩვენ არასოდეს არც ნაციონალურთა ხელისუფლებას არ მიმართავდა ყოველთვის ვსვამდი მე ამ შეკითხვას, რომ იგივე ნაციონალების პირობებში ხო თვლიდით თქვენ შეერთებულ შტატებს, ხო თვლიდნენ ისინი ნაციონალურ მოძრაობას შეერთებულ შტატებს თავად პარტნიორად, ხო? რატომ არ თხოვეს მიეღოთ ისეთივე სტატუსი, როგორიც აქვს ისრაელს, როგორიც აქვს ავსტრალიას, როგორიც აქვს და რაც ავალდებულებს შეერთებულ შტატებს იმისაც, რომ სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში მის სტრატეგიულ მოკავშირეს დახმარებოდა. რატომ არ შეიძლებოდა რომ საქართველოს გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირე, ხო? მაგრამ აქ რუსული ფაქტორია ეს. ხო, ანუ პასუხი თქვენ თვითონ გააქვთ. ამიტომ შეერთებული შტატები ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს. გესმით რაშია საქმე? კი ბატონო. როდესაც ამხელა ქვეყანა, რასაც შეერთებული შტატები ქვია, როდესაც ამხელა ევროკავშირი და ამხელა ეს ქვეყნები, ჩინეთი ითვალისწინებენ ამ მონსტრის სამხედრო პოლიტიკური მანქანის იმას რა ქვია, ინტერესებს, შენ ვინახარ ერთი ციცქნა ქვეყანა, რომ აბსოლუტურად იგნორი გაუკეთო ვიღაც ინტერესებს. მაშინ ახარ კარგი ხელისუფლება, მაშინ ახარ ასე ვთქვათ ადეკვატური, როდესაც შენ ინტერესებს, შენ საკუთარ ინტერესებს ათანხმებ, აჯერებ რუსეთის ინტერესებთან საქართველოში, ხო? მაგრამ მაინც გამოდიხარ შენი ინტერესებიდან, შენი ქვეყნის ინტერესებიდან, ასევე შეერთებულ შტატებთან მიმართებაში და ასევე ნებისმიერ შენ მეზობელთან მიმართებაში, რომელიც შენ სამეზობლოში არის და ვისაც შენთან ურთიერთობა უწევს. დღეს ხო შეიძლება. აი რას თქვით ბრძანეთ ახლა. ხო. აი დღეს ხომ არის ამის საშუალება. ამის საშუალება დღეს ხომ არის. დღეს ხორაფერი უშლის ამ ხელისუფლებას ხელს. არაფერი არ უშლის ხელისუფლებას ხელს. მათ უნდა თქვან და გაარკვიონ ორი საკითხი. ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში თან ჯერ შეერთებულ შტატებთან უნდა გაარკვიონ ურთიერთობები, იმიტომ რომ შეერთებული შტატების ნებართვის გარეშე ვერც ევროკავშირში ხვალ და ვერც იმაში, რა ქვია, სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში. ნატოში. ვერც ნატოში. გავარკვიოთ შეერთებულ შტატებთან, კაცო, საბოლოო ჯამში. უბრალოდ ჩაატარონ ასეთი ის, რა ქვია, რა ქვია ამას, კაცო. ექსპერიმენტი დავარქვა თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ხო? მიწერეთ და მოთხოვეთ შეერთებულ შტატებს, ხო არ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთისაგან, ხო? სტრატეგიული ხარტიდან ხوار გამოსულათ, ის სამხრეთ ის ანონსირება რაღაცას მოხდა, მაგრამ ის დოკუმენტი განცხადებების დონეზეა. მიმართონ შეერთებულ შტატებს იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ მისი სტრატეგიული მოკავშირე. ნახოთ რა პასუხი იქნება იქიდან. საინტერესოა.
ის პირდაპირ გეტყვიან უარს. და მაშინ გაჩერდით და მიხედეთ ამ შენ იმას, რა ქვია, მონსტარ მეზობელს და დაალაგე მასთან ურთიერთობები. სულ ვიძახით 30 წელიწადია შეერთებული შტატები. არ უნდი ხარ ამ შეერთებული შტატებს, კაცო. რომ დომებდი უნდა ისრაელი გააფორმა ისრაელთან სამხედრო პოლიტიკური ისა რა ქვია, სტატუსი. და კიდევაც ეხმარება. უბატონოდ ხმას ვერცევს. კიდევაც ეხმარება. ასევე აქვს ავსტრალიასთან, ასევე აქვს სამხრეთ კორეასთან გაფორმებული, ხო? იგივე მოკავშირეობის ხელშეკრულება. რაზე საუბარი, ხო? ამიტომ როცა არ ჭირდები და როცა იმათ რა ქვია, ბოდიში და ქართველებს თავმოყარეობა გვაქვს ჩვენი. მეც ვიყავი ამერიკანისტი, მაგრამ აღარა ვარ. არ ვარ. აი ამ გარემოებებისა გამოდო, იმიტომ რომ რეალურად შევხედეთ ამ სიტუაციას, თუ რა არის და როგორ არის და რამდენად ეს რეალური იყო შეიძლება პოლიტიკაში. ამის ხო არ შეიძლება კედელს დაეჯახო და თავი ურტყა სულ 24 საათი შენ თვითონ დაზიანდები, ხო? და ბოლოს ბატონო კოტე ჩვენ დაგვჭა ძალიან ცუდად დაგვჭა და არ შემილია შევეხო აი ამ ატეხილი აჟიოტაჟი ახლა რაც გამოდიან ეს ფონდის ხელმძღვანელები და მათ შორის ეს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას ქვიაო ჩემს სახლშიო ჩხრეკები ჩაატარესო რას ქვიაო ახლა ფონდი რომელი ფონდიც პირდაპირ აფინანსებს და აძლევს კრიმინალებს ფულს ხო და იმათ დამნაშავეებს რომელი დამნაშავეები ზის დღეს ციხეში იმიტომ რომ მათმა დაწვეს ზოგმა პარლამენტის შენობა ზოგმა გამოიყენა პილოტექნიკა და ააზიანეს პოლიცია და ეს აქედან ხელფასალებს იმათ იქ რომ თქვენ მად იყავით არ აღიაროთ ის დანაშაული და აი ფონდიდან პინის მოდი თქვენგან ფული ხო მე კიდევ სხვადასხვა მიმართულებებით მიდის ეს თანხები ეს თანხები რომელი თანხებიც ამ ფონდებში ილექებოდა და ილექება დღემდე ხო იქ კანონი მიიღეს ვერც ამ კანონმა შეაჩერა ვერ შეაჩერა ეს თანხები ვერ შეაჩერა და გითხარი საიდან აკუმულირდება ეს თანხები იმაში რა მოდის პირდაპირ საელჩოებიდან ბიზნესებიდან რომელსაც რატომ დღეს არ იბარებენ ამ ელჩებს ეს ევროკავშირის ელჩი კიდევ დღეს რო გამოდის ერთთან ბავშვი რო არის რა თუნდა პირდაპირ გემუქრება და დაგამხობდა რა ვიცი ასარ გვიწმაშობა ხო რატომ არ იბარებენ ამათ რატომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აი ამ ბოლო ანგარიშში უნდა ყოფილიყო და ერთი სიტყვა არ არის იქ ნათქვამი და დაწერილი რამდენი ასე ვთქვათ აი ამ ძირგაუნთხრელი საქმიანობისათვის რამდენი უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი იქნა გამოვლენილი და გაძევებული საქართველოს ტერიტორიიდან როგორც პერსონა ნონ გრატა არც ერთი ეს რაზე მიუთითებს ეს იმაზე მიუთითებს რომ კონდაზვერითი ორგანოები შესაბამისად არ მუშაობდნენ და არ მუშაობენ. ვერ მუშაობენ, იმიტომ რომ ეს გამოჩნდა იმ შეხვედრიდანაც, სადაც მოხდა რამოდენიმე დღეს უკან. ესე ჩანს და სანამ ჩვენ არ მივხვდებით ქართველები. ანუ ეს დამოუკიდებელი უწყება არ არის. ხო, ქართველებმა შექმნეს საბოლოო ჯამში, მოდი ვთქვათ რა, რასაც ის KGB ქვია, ქართველები შექმნილია. NKVD-ს რასაც ეძახოდნენ, ისიც ქართველები შექმნილია, რა ვქნათ, ესე იყო თუ ისე იყო. ყველაზე ძლიერი სპეცსამსახური. და თქვა ისა რა ქვია, ისრაელის სპეცსამსახურებიც, ისრაელის სპეცსამსახური არის შვილობილი ეგრეთ წოდებული KGB-სი, თუ გინდათ სიმართლე. იგივე მოსადი, შინბეტი და ეს სამსახური ნატივი, საირატი და ვარაში და კიდე 1000 რაღაცა და 1000 რაღაცა, ხო? რომელიც ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს სპეცსამსახურად. ვისი შექმნილია? საბჭოთა კავშირიდან წასული ემიგრანტების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალ ჩინოსნების. ბატონო კოტე, ჩვენ დრო ამოიწურა და ამიტომ ახლა ჩვენ არა გვაქვს საკმაოდ ფორმატი არ გვაქვს იმის საშუალებას რომ ჩვენ გავაგზავნოთ კიდევ სხვა დანარჩენ საკითხებს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მაგრამ ძალიან საინტერესო საუბრობთ და და ამიტომ ძირფასო ტელემაყურებლები ახლა ამ ატეხილ აჟიოტაჟი ჰარიქა ნანუკა ჟორჟოლიანის სახლი გააჩხრიკეს, იმის სახლი გამოჩხრიკეს, იგი გადაჩხრიკეს. ყველა სახლი მათი ყველა სახლი უნდა გაიჩხრიკოს, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. რას ქვია არ უნდა დაისაჯოს, კაცო, ქვეყანა კი მა მოაყირავა და კი მა გადაწვეს რუსთაველი და ვერ გავიგე მე რა არ უნდა მიიღოს ზომები სახელმწიფო კიდევაც უნდა მიიღოს და კიდევაც კასტრად ყველა დამნაშავე კასტრად უნდა დაისაჯოს არ აქვს მნიშვნელობა ის პოზიცია ოპოზიცია არის მესამე სექტორია მეოთხე სექტორია მეხუთე სექტორია ხო ყველა უნდა დაისაჯოს ვინც აღრევს სახელმწიფოში კანონს და რომელი კანონის არსებობს და უნდა ამოქმედეს ის კანონები და კიდევ უფრო მეტი კასტრად უნდა იყოს ზომები მიღებული იმასთან დაკავშირებით რომ ეს მტრები საქართველოს მტრებმა ასე თავისუფლად არ ითარეშონ ამ ქვეყანაში მადლობთ რომ გიყურებთ კარგად ბრძანებოდეთ მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის